თურქეთში მძიმე სამუშაოზე მუშაობდი და რამდენიმე წელი ვერ ვიმარხე. შემდეგ საქართველოში რომ დავუბრუნდი, ეს დღეები ავანაზღაურე. საეჭვო რომ არაფერი დამჩენოდა, უფრო მეტიც ვიმარხე. ფიქრაც გავეცი, ოღონდ ყოველდღიური არა, ჩვეულებრივი სტანდარტული ფიქრა გავეცი და თუ მოვიქეცი სწორად. რაც არ უნდა მძიმე სამუშაო იყოს, მძიმე სამუშაო მარხვის გაცდენისთვის საპატიო მიზეზი არ არის. ეს ერთი უნდა ვიცოდეთ. მეორე საკითხი, მაგრამ საპატიო მიზეზი არ არის, მაგრამ მაინც გააცდინა ადამიანმა. რა თქმა უნდა, ამას ჯარიმა არ ეკუთვნის, ვიდრე არ დაიწყებს მარხვას და შუადღეხან არ გატეხავს. ჯარიმას არ ექვემდებარება. ამ ადამიანმა უნდა იმარხოს ის გაცდენილი დღეები, რამდენიც გააცდინა და შემდეგ ამით გათავისუფლდება. ფიქრაც, რა თქმა უნდა, ყოველდღიური ფიქრის გადახდა არ ჭირდება ამ ადამიანს, რადგანაც ფიქრის გადახდა ყოველდღიური ჭირდება იმას, ვისაც ფიზიკურად მარხვა არ შეუძლია. ამიტომ რომ აანაზღაურე და ჩვეულებრივი სტანდარტული თითო ფიქრა გაეცი, ეს სწორია და სწორად მოქცეულ ხარ, მაგრამ ზოგადად მძიმე სამუშაო რამადანის შეჩერების შეწყვეტის, მარხვის შეწყვეტის საპატიო მიზეზი არ არის. ასევე შეიძლება გაჩნდეს ასეთ შეკითხვა, თუ თურქეთში იყო, მას სეფერი ეკუთვნოდა თუ არა. ანუ შეუძლია თუ არა ისარგებლოს ამ ადამიანმა მგზავრის სტატუსით. მგზავრის სტატუსით მხოლოდ მაშინ ისარგებლებს, თუ ის რჩება თავისი საცხოვრებელი ქალაქიდან გარეთ მინიმუმ 90 კილომეტრით დაშორებით, არ არის აუცილებელი საზღვარგარეთ იყოს, საზღვრის შიგნითაც შეიძლება. თუ კი ის რჩება 15 დღეს ან უფრო ნაკლები ხანით. ამ შემთხვევაში ის ითვლება მგზავრად და მას აქვს საპატიო მიზეზი იმისთვის, რომ შეაჩეროს მარხვა და შემდგომ ანაზღაუროს. როგორც ყურანი კერიმში ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს და ეს აიეთი ჩვენ წინა დღეს წავიკითხეთ სურა ბაყარას 184 აიეთი. რომ თუ კი რომელიმე თქვენგანი ავადმყოფია ან მგზავრადმყოფია, მან იმდენივე დღე უნდა აანაზღაუროს სხვა დღეებში. ამიტომ თუ ასეთი ხანმოკლე იყო მისი საზღვარგარეთ სამუშაოდ ან სამოგზაუროდ ყოფნის პერიოდი, მაშინ მას საპატიო მიზეზი აქვს და შეეძლო გაეჩერებია მარხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში არა. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მგზავრობის პერიოდში ითვლება ის მგზავრად. ანუ სახლიდან რომ მიდის, მას დაგეგმილი აქვს, რომ დარჩეს უნდა 1 თვე ან უფრო მეტი, ან გეგმაში აქვს, რომ 15 დღეზე მეტი რამდენიც იქნება, მნიშვნელობას არ აქვს, რამდენი დღე იქნება, ამდენი დღე უნდა დავრჩიოთ. ამ შემთხვევაში ის სახლიდან გასვლის და ადგილზე სანამ ჩავარდა დაბინავდება, იქ ჩასვლამდე მგზავრია. ამ გზის პერიოდი 1 დღე დაჭირდება ჩასვლას თუ რამდენიმე დღე მნიშვნელობა არ აქვს, ეს პერიოდი მგზავრია შეუძლია არ იმარხოს, ან თუ მას არ გაურთულდება, შეუძლია იმარხოს. ესეც მის არჩევანია. ოღონდ როცა დაგეგმილი აქვს, რომ 15 დღეზე მეტხანს რჩება, როდესაც ჩავა დაბინავდება, დამთავრდა, იქ უკვე შეწყდა მისი მგზავრის სტატუსი და იქ მაცხოვრებელი ვით იმარხოს. მგზავრის შემთხვევაში, რახან მგზავრზე დავიწყეთ საუბარი, მგზავრს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. უნდა იმარხავს, უნდა არ იმარხავს მგზავრობისთვის. ერთ-ერთი მგზავრობისას შუამალისალათუესალამის დროს მგზავრთან ნაწილი მარხულობდა, ნაწილი არ მარხულობდა. შუამალისალათუესალამს არ უთქვამს არც ერთისთვის, რომ რატომ მარხულობ და არც მეორესთვის რატომ არ მარხულობ. ეს ნიშანია იმისა, რომ მგზავრს შეუძლია არჩევანი გააკეთოს, იმარხავს თუ არ იმარხავს. მაგრამ როდესაც ქარავანი დაბანაკდა ერთ-ერთ ადგილას, ამის გასათევად თუ მოსასვენებლად, მარხულების კარვები ვინც რომ არ მარხულობდა, იმათ გაშალეს. იმიტომ რომ დაღლილები იყვნენ, კარვის გაშლის თავი აღარ ჰქონდა. მით უმეტეს უდაბნოს ცხელი მგზავრობდა.
ამის შემხედვარეს შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ თქვა, რომ დღეს მადლი უმარხავებმა წაიღეს დღევანდელი დღის ყველა მადლი რაც იყო იმათ დაიმსახურეს. ანუ ესეც მინიშნება არის იმისა, რომ თუ მგზავრობის დროს დაიღალო უნდა, დაიქადმცო უნდა, შენი ბარგიც სხვისისათრევი უნდა ატყდეს, ამ შემთხვევაში ჯობია არ იმარხო ისარგებლო იმ შეღავათით, რომელსაც ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა შენ გაძლევს და შემდგომ სხვა პერიოდში იმარხო. მაგრამ თუ ასეთი სიტუაცია არ არის, შესაძლებელი დღეს კომფორტული ტრანსპორტის მგზავრობა არის, გზებზე არის იმის საშუალება, რომ იასლოღი მიირთვა, იფტარი მიირთვა და ასე შემდეგ. დღევანდელ პირობებში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ნახეთ, გზავს მარხვა, არ მარხვის შემთხვევაში არჩევანი აქვს, მაგრამ გზავს ასევე აქვს შეღავათი 4 მუხლიანი ნამაზი შეასრულოს 2 მუხლად. ამ შემთხვევაში არჩევანს ვერ აკეთებს, რომ მინდა 2 თბილოცა, მინდა 4 თბილოცა ვარ. ამ შემთხვევაში იმან 4 მუხლიანი ფარზი უნდა ილოცოს 2 მუხლად. როდესაც საჰაბემ ამაზე უარი განაცხადა, შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ მას შენიშვნა მისცა, რომ შენ ალლაჰის საჩქარზე უარს ამბობთო? ამბობო? ასეთნაირად არის გზავრის წესები და უნდა ვიცოდეთ, უნდა გავითვალისწინოთ.